საქმე წმინათა მოციქულთა თავი 24. შემდგომად 5-ისა დღისა შთავიდა მღვდელთმოძღვარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყველისა ვისმე ტერტვილიოს თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთვის. დავით არცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტვილიოს შესმენად მისა და თქვა: მრავალ სამშვიდობასა შინა ვართ შენძლით და განგებულებასა, რომელი იქმნების ნათესავისა ამის შენისა მოღვაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა ადგილთა შევიწნარებთ მხნეულ ფელიქს ყოლითა მადლობითა, ხოლო რაით არა უმეტეს დაგაშრო შენ გლოცავ, რაითა შემოკლებულად ისმინო ჩვენი შენითა სახიერებითა. რამე თუ პოეტ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმოძვრელი ყოველთა შორის ურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა წინამძღვარი გალილეველთა წვალებისაი, რომელმან ტაძარსაცა აზმნო შეგინებათ, რომელიცა შევიფყართ და მსგავსთა სჯულისა ჩვენისა ვინებეთ განკითხვაი, ზედა მოგიხდა ლუსია ათასისთავი და მრავლითა იძულებითა ხელთაგან ჩვენთა წარიყვანა და შენ წინაშე წარმოავლინა და ბრძანა შემასმენელთაცა მისთაი შენთანავე მოსვლა და რომლისა მიერ შეუძლო შენ განკითხვა და ცნობად ამის ყოლისა, რომელსაც ჩვენ ვწამებთ მაგასთანა. ეწამებოდეს სურიანიცა და იტყოდეს ვითარმედე ესრეთ არის. იუგო პავლე წამის ყოფითა მთავრისაითა და თქვა: მრავალი წლიდან გიცოდე შენ მსაჯულად ამის ნათესავისა, გულს მოდგინებით თავისად შემისათვის სიტყვაი მიუგო. რამე თუ შემძლებელ ხარ შენ გულის ხმისყოფად, არა უმრავლეს არ სჩემია 12-ისა დღისა, ვინაიდან აღვედ მე იერუსალემ თაყვანისცემად. დააცა ტაძარსა შინა მპოეს მეტყველად ვისთანამე, გინა თუ ამბოხისათვის ერისკრებად, გინა თუ შესაკრებელთა შორის, ანუ თუ ქალაქსა შინა, არცა ძალუც შენ წინაშე ჩემზე და ამის ჩინებად, რომლისათვის ესეაც შემასმენენ მე, ხოლო ამას აღიარებ შენ, რამე თუ გზისა მისთვის, რომელსა იგი იტყვიან წვალებად, ესრედ მსახურებ მამათა ღმერთსა და მწამს ყოვლისა მისებ, რომელიც ჯულსა და წინასწარმეტყველთა წერილავს. სასვეება იმაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა იგენიცა მოელიანა. აღდგომა იყოფა და არს მკვდართაი, მართალთაიცა და ცოდვილთაიცა. ამაზე და ვიღწვი და უბრკოლებელი გონება იმაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის. მრავლისა წლისა შემდგომად ქველის საქმესა ყოფად მოსრულ ვიყავ ნათესავისა ჩემისა და შესაწირავისა, რომელსაც შინა მპოვეს მე განწმენდილი ტაძარსა შინა არაერითა, არცა შფოთითა, ასიაით ვინმე ჰურიათა, რომელთა ჯერ იყო შენ წინაშე მოსვლაი და შესმენად, რა იგი აქუს ჩემთან მომართ სიტყვაი, ანუ მაგა თვითთქმად რა იპოვეს ჩემთანა ბრალი, дэг რა იგი კრებულსა შორის. ანუ ერთი სამი სიტყვისათვის, რომელ ხმა ვყავ მას შორის, რა იგი ვდეგ ვითარმედ აღდგომისათვის მკვდართა ისა ვისაჯები დღეს თქვენ მიერ. ესმარა ესე ფელიქსს დრო უყომათ, ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთვის და თქვა: რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ცნა თქვენთვის. და უბძანა ასისთავს ამას, დამარხვაი პავლესი და რაითა იყოს იგი მოლხინეთ და ნუ ვისყენებათ მისთა მსახურებისა, ანუ შესვლად მისთანა. ხოლო შემდგომად დღეთა რაოდენთამე მოვიდა ფელიქსს დროსილაისთანა ცოლისათვისისა ურიისა, მოუწოდა პავლეს და ისმინა მისი იესო ქრისტეს საწმნოებისათვის. დავით არცა იგი იტყოდა სიმართლისათვის და მოთმინებისა და სარჩელისათვის მერმისა, შეეშინა ფელიქსს და რქუა პავლეს: აწამას ჟამსა წარვედ და ჟამსა მოცალესა მოგიწოდო შენ. და ამასთან აღგონებდა ვითარმე ფასი მოიღოს მან პავლესაგან, რაითა განხსნას იგი ამისთვის ზედაიზედა მოუწოდნ და ზრახავ მას. ხოლო ვითარ 2 წელი აღესრულა, გადაიდგინა ფელიქსს, განაცვლად მისა მოვიდა პორკიონი ფესტოს. და რამე თუ ენება ფელიქსს მომადლება იჰურიათაი, დაუტევა პავლე კრულებათა შინა.